მინდა რომ იმ თემაზე საუბრით დავიწყოთ თქვენთან, რა თემაზეც დავასრულე წინა სტუმართან ლაპარაკი, ეს არის თუ არა კავშირში ლიდერების საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელთან და გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ აქ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც საფუძვლად დაედება შემდეგ ასევე პარტიების აკრძალვას და სრულიად სხვა პოლიტიკური ვითარება შეიქმნება ქვეყანაში. მადლობთ თიანე მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ ლოგიკა ამას ვარნახობს, რომ ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში, იმიტომ რომ რეალურად ჩემი აზრით ახლა რაღაცა თავის მოტყუება არავინ არ ეწევა, გასაგებია, რასაც ცდილობს ივანიშვილი, ეს არის არც არაფერი ორიგინალური ან რაღაცა საინტერესო ან ახალი ამაში არ არის, იმიტომ რომ გატკეპნილი გზა არის, როგორ მოქმედებენ ავტოკრატიული სისტემები რუსეთის, ასე ვთქვათ, თამაშის წესებიდან იღებს ყველაფერს, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ რაღაცა ესე გადმოაქვს სიტყვით და ეს შეეხება სხვადასხვა გზებს, რომლითაც მაგალითად ფაქტიურად აკრძალა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ეხლა დღეს ცდილობს უკვე ოპოზიციის რეალურად ოპოზიციის მოდი ესე ვთქვათ განადგურებას, ანუ რეალურად დღის წესრიგი რაც არის ივანიშვილის არის მარტივი, ქვეყანაში აღარ უნდა იარსებოს არანაირმა ოპოზიციამ. ოღონდ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ფუჭიც არის, საბოლოო ჯამში ძალიან დიდი ძალით შემოუტრიალდება თვითონ ამ რეჟიმს უკან, იმიტომ რომ ის ცდილობს, რომ გადმოიღოს თამაშის წესები რუსული ერთი-ერთზე, ხო, ან იგივე მაგალითად ბელარუსში რაც მოხდა, მაგრამ ჩვენ საზოგადოების, ასე ვთქვათ, რაღაცა პოლიტიკური მეხსიერება, საზოგადოების დაკვეთა, საზოგადოების განწყობა, მოლოდინი არის აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, რაც იყო იმ ქვეყნებში, სადაც ამ გზით დამყარდა სრული ავტოკრატია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს ნაბიჯი, რასაც ივანიშვილი დგავს და მათ შორის სავარაუდოდ დიახ, მცდელობა იმისი, რომ დაიჭიროს ოპოზიციის წარმომადგენლები, მერე ამას მიაბას პარტიის აკრძალვის მოტივაცია ამით განამტკიცოს. ეს მხოლოდ იმაში დაარწმუნებს უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს, რომ ეს რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და ამის გარეშე არანაირი შანსი მათ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების უბრალოდ თეორიულადაც კი არ დარჩება. კი ბატონო, თქვენ რასაც საუბრობთ, ეს დღეს და ხვალე ამოცანა არ არის, ამ ვთქვათ, გადაწყვეტ დღეს და ხვალ შეიძლება ეს ვერ გადაწყდეს, ამიტომ დღეს და ხვალ რაც წყდება, ამაზე ვილაპარაკოთ, ანუ ისევ დაუბრუნდეთ ამ პროცესს, როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა საკითხი ასე დაისვას, ივანიშვილი მაინც აძლევს ამ პოლიტიკურ ლიდერებს კონკრეტულ საქმეებზე თუ ფორუმებზე თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე, თუნდაც დროებით ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობას, როგორც შანსს, რომ აირჩიონ მათ ციხესა და ემიგრაციას შორის, რადგან ქვეყნებში არანაირად დასაწყვეტი საკითხი არ არის და აქ არის მე მგონი შეცდომა საზოგადოების აღქმის ივანიშვილის დღესდამთავრებაზე მეთქი ვამბობ. არა, დღესდამთავრებაზე არ არის დიანა, ივანიშვილის აი ამ რეჟიმის შეცვლა თუ ვინმე სურს, ჩემი აზრით პირდაპირ ვითხრა ძალიან მეუცნაურება, ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ არ ხდებოდა, რომ დიახ დღეს და ხვალარი ყოველდღე არის ეს საბრძოლვარი და მათ შორის აი ეს საქმეც რომელიც მიმდინარეობს ჩემთვის ძალიან უცნაურია, ანუ ჩვენ რაღაცა ესე იგი უნდა დავსხდეთ და ვუხუროთ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი იმისთვის რომ დემოკრატია ქვეყანაში საბოლოოდ გაანადგუროს თუ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაზე ძალიან პირდაპირ აისახება მიუხედავად იმისა ვის რა დამოკიდებულება აქვს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების თუ გეთანხმებით პოლიტიკური ცხოვრების რაღაც განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯია. აი ეს მინდა გითხრათ დიანა რომ არანაირი ფუფუნება არ აქვს საზოგადოებას რომ ძალიან გულწრფელად ვიტყვი რომ დაელოდოს რომ ნახოთ მერე რა იქნება. დღეს აუქმებენ ქვეყანაში დემოკრატიას, დღეს ართმევენ თქვენს შვილებს, როდესმე უახლოესი ათწლეულების მანძილზე ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს
დღეს გართმევთ თქვენ შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, როცა ვხედავთ რა აბსოლუტურად ასე ვთქვათ, არანორმალური უპრეცედენტო სწრაფი ტემპებით მიდის ეს პროცესი იმ ორ ქვეყანასთან, რომელთან ერთადაც ჩვენც ვიყავით ამ სამეულში, ეგრეთ წოდებულ ტროიკაში, ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით პროგრესული ლიდერების და აი ამ შანსებს ყველაფერს თქვენ გართმევთ დღეს. თუ საზოგადოება ახლა ირჩევს, რომ დაელოდოს ბოლომდე როდის წაართმევენ და მერე ნახოს კიდე რა იქნება, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდხანს არაფერი არ შეიცვლება ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ მე მიმაჩნია ჩემი პირადი აზრი. მხოლოდ საზოგადოებაზეა ამ კუთხით პასუხისმგებლობა, თუ ფიქრობთ, რომ ასევე პოლიტიკურ ძალებზე, რომლებმაც შეიძლება რაღაც ეტაპზე ნიჰილიზმი უფრო გაუჩინეს ვიდრე ოპტიმიზმი ამ პროცესში. ძალიან უხეშად ვიტყვი, პოლიტიკური იდიოტად მიმაჩნია ყველა, ვინც დღეს ცდილობს, რომ ოპოზიციური პარტიები და საზოგადოება ერთმანეთისგან გამიჯნოს. ამ ადამიანებს პოლიტიკაში არაფერი არ ისაქმებათ და მათ შორის მათი პოლიტიკური იდიოტიზმის შედეგი არის ის, სადაც ჩვენ დღეს ვართ. პოლიტიკური პარტიები არის ასახვა საზოგადოების. ამ პოლიტიკური პარტიების უკან რომლის აკრძალვასაც ცდილობს ივანიშვილი და რომელსაც საკუთარი ლიდერები ყავს, დიახ, ეს არის სწორედ საზოგადოება, რომელიც გავს უამრავი ასობით ათასი ქართველი, რომელმაც ხმა მისცა ამ პარტიებს და დღეს ამ საზოგადოებას ქართულ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ეუბნება, რომ თქვენ არ არსებობთ. იმიტომ რომ თქვენ ვისაც ხმა მიეცით, აი ის, ასე ვთქვათ, რაღაცა, ამიტომ მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკური აქტორისგან, რომელსაც საერთოდ გაურკვეველია ხმა როდესმე ვინმის თუ მისცა ვინმემ და რამდენი ხმა მიიღო, 2 თუ 3 წელი გამოსვლა და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ აგიტაცია და აი ამ განცდის გაჩენა, რომ რაღაც საზოგადოება სხვაგან არის და ქართველი ხალხი სხვაგან არის და ეს პარტიები სხვაგან არიან, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პოლიტიკური იდიოტიზმი, რომელიც ჩვენს ვერსად ვერ მიგვიყვანს. მე ვფიქრობ, რომ დღეს პირიქით უნდა დაირაზმოს საზოგადოება, უნდა დაირაზმოს ყველა ადამიანი, ვისაც საზოგადოებრივ აზრზე შეუძლია ზეგავლენის მოხდენა და თქვას, რომ დიახ, ეს პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ ჩემს ხმას, ჩემი ერთი ადამიანის ხმას და მე როდესაც მეუბნებიან, რომ ამ პარტიას აუქმებენ, მე მიუქმებენ ჩემს სამოქალაქო უფლებებს და ამიტომ მე მზად ვარ, რომ ეს გავაპროტესტო. ამიტომ ჩემ აზრს გეტყვით კიდევ ერთხელ, რომ ყველა ვინც უყურებს ამას როგორც განყენებულ პროცესს, რომელიც არ აისახება პირდაპირ მის ცხოვრებაზე, არის ღრმად შემცდარი და მოიმკის ამ შეცდომის შედეგებს ძალიან ლიდერებისგან მომისმენია მათ შორის, რომ ხალხი დიდად არ ღელავს ამ ამბავზეო, ამიტომაც სამწუხაროა და მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალდებულება რა არის, რომ ადამიანები მოვატყუოთ. მე მგონი ჩვენი ვალდებულება არის, რომ სიმართლე ვუთხრათ და ადამიანებს სიმართლე რო ვუთხრათ, უნდა ვუთხრათ, რომ პოლიტიკოსების დევნა, პოლიტიკოსების დაპატიმრება, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა პირდაპირ აისახება მათ ცხოვრებაზე. არანაირი ახალი პარტიები არ აღმოცენდება, როგორც უდაბნოში არ ამოვა არასდროს, რა ვიცი, ეს რა ქვია, ვერ გააშენებ შენ რაღაცა ბაღნარს უდაბნოში, სადაც ქვიშაა და წვიმა არასდროს არ მოდის. ბიძინა ივანიშვილი ამზადებს ნიადაგს მრავალწლიანი, სრულიად ჩაკეტილი, იზოლირებული ავტოკრატიული მართვისთვის, სადაც ვერასდროს ვერავინ, ვერანაირი გზით საკუთარ უფლებებს ვერ დაიცავს. აქეთკენ მიყავს ამ კაცის ქვეყანა და ამიტომ ახლა ვიღაცისგან რაღაცა აბსურდული განაცხადი, რომ აი, ვიცი რა, ეს ოპოზიცია, ну რა ვიცი, თუ არ იქნება და რამე სხვა იქნება. ეს რაღაცა მე არ ვიცი ამას რა უწოდო, იმიტომ რომ მსგავსი მიამიტობით მეგობრებო, ჩვენ დავკარგავთ საბოლოოდ ყველანაირ შანსს, რომ როდესმე ვიცხოვროთ დემოკრატიულ სახელმწიფოში თუ არა, ну დემოკრატიის გზაზე დაბრუნებულ სახელმწიფოში მაინც. ამიტომ ყველანაირი მსგავსი შეფასება, რომ დღეს და ხვალ არ წყდება საქართველოს ბედი, რომ მაგალითად ეს პოლიტიკური პარტიები ცალკეა და საზოგადოება ცალკეა, რომ ეს პოლიტიკური პარტიები თუ აღარ იარსებობს, მერე რა მოხდა, ვიღაც ახალი გამიჩნდება. აი ეს ყველაფერი არის უბრალოდ ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ ეს არის სწორედ იმ სრაზეც აქვს გათვლა ივანიშვილს და სწორედ აი ამ გზით მოახრჩობს ბოლომდე ქვეყანაში ყველანაირ დემოკრატიულ საწყისს. კი ბატონო, მე კითხეთ ამ კითხვის შესავალში, რომ ის აძლევს თუ არა ასეთ არჩევანს
პოლიტიკოსებს ან ემიგრაციაში წადით, ან ციხეში წადით, ოღონდ აქ ქვეყანაში და პოლიტიკაში არ იყოთ. ანუ ეს ამ პროცესით, ამ სასამართლო პროცესით და მათ შორის დრო და დრო ვთქვათ რაღაც ფორუმებზე გასვლის შესაძლებლობის მიცემით ამ სიგნალებს უგზავნის თუ არა ის პოლიტიკურ ლიდერებს. საერთოდ არ მიმაჩნია, მე არ მესმის საერთოდ ეს თემა ვინ წამოჭრა, რატო წამოჭრა და რა საერთოდ მე წამოვჭერი, ანუ მე კითხვას გისვამთ, არ ვიცი რომ საზოგადოებრივ განხილვაში ჩემოვიდა ეს თემა. კი, ძალიან აქტიურია რომ გადით, მაგრამ ბევრი მიმართავს პოლიტიკოსებს რომ წადით და გადაიჩინეთ თავი და არ მოექცეთ ციხეში. ეს არის აბსოლუტური აბსურდი და ეს ამ თემის შემოტანა პოლიტიკურ დისკურსში არის კიდევ ერთი უზარმაზარი შეცდომა და მავნებლობა, იმიტომ რომ დღეს საზოგადოება რაზეც უნდა მსჯელობდეს, ის კი არ არის პოლიტიკოსმა თავი უნდა გადაერჩინოს და წავიდეს და ციხეში არ აღმოჩნდეს თუ არა, არამედ იმაზე უნდა ფიქრობდეს ყველა და ვისაც ახლა აქ პრეტენზია კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა უნდა მოახდინოს, რომ რამე ჭკუა ეკითხება, რომ რამე სიტყვა ეთქმის. აი ყველა ამ ხალხმა დღეს საზოგადოებას უნდა მოუწოდოს აქტიურობისკენ, რომ ერთად მოვიფიქროთ გზები, როგორ შეუშალოთ ხელი ივანიშვილს დემოკრატიის უკანასკნელი საყრდენების განადგურებისგან ქვეყანაში, იმიტომ რომ მე არ ვიცი ვინ ციხეში წავა და ვინ ასე ვთქვათ საზღვარგარეთ შეაფარებს თავს პოლიტიკური ნეიტრალიზაცია ორივე შემთხვევაში ჩემი აზრით თანაბრად ხდება ჩვენთვის შევხედავთ გამოცდილებას იმ ქვეყნების რომელთა სამოქმედო გეგმით ერთზე მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი. შეხედათ რუსეთს, შეხედათ ბელარუსს. როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია, რომელიც ან ციხეში წავიდა, ან ქვეყნის გარეთ გავიდა, რამეს ცვლის ამ ქვეყნის რეალობაში და ამ ქვეყნის ცხოვრებაში? ამიტომ ნეიტრალიზაციის თვალსაზრისით აბსოლუტურად ერთნაირი შედეგია ვიღაცა გადაწყვეტავს რომ საზღვარგარეთ წავიდეს თუ ვიღაცა გადაწყვეტავს რომ მისთვის პერსონალურად ხომ უკეთესია რომ თავისუფლებას შეიძლება ქვეყანაში არა, მაგრამ თავისუფლებაზე იყოს რომელიც ყველამ უნდა მიიღოს და მე არ ვარ ახლა რაღაცა კოუჩი და არ ვიცი რაღაც პიროვნულ რაღაც რჩევებს ვერავის ვერ მივცემ. მე ვამბობ პოლიტიკურ შედეგს საზოგადოებისთვის, ხალხისთვის და ქვეყნისთვის, რაც მოსდევს თან პოლიტიკური ოპოზიციის ნეიტრალიზაციას იქნება ეს მათი ციხეში გაშვების თუ მათი ემიგრაციაში გაშვების შედეგად. შედეგი საზოგადოებისთვის, პოლიტიკური შედეგი არის ერთი და იგივე ავტოკრატიული რეჟიმის გამყარება. ამიტომ მე მგონია რომ დღეს ძალიან აქტუალური თემა მსჯელობის საზოგადოებაში უნდა იყოს რა შეიძლება მეტი გაკეთდეს იმისთვის რომ ჩვენ კონსოლიდაცია მოვახდინოთ საზოგადოების იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ ამ გეგმებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ოპოზიციური პარტიების ლიდერების მრავალწლიანი მუხლით ციხეში გაშვება იქნება ის თუ ემიგრაციაში იძულება, რომ ისინი ემიგრაციაში წავიდნენ, უნდა ყველას ესმოდეს, რომ პირდაპირ პროპორციული გზით უკავშირდება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ ესე ხედავს, რომ თვითონ ავტოკრატიულ რეჟიმს ამითი გაიმყარებს. მე მიმაჩნია, რომ ის ცდება, მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ამაზე თუ ექნება სწორი და მკვეთრი რეაქცია, იმიტომ რომ დასავლეთს რა რეაქცია ექნება, მე ვიცი და ეს საბოლოოდ რო ასე ვთქვათ, არანაირ გამოსავალს არ დაუტოვებს ევროკავშირს და სხვა დასავლეთს კოლექტიურად ვთქვათ, რომ დაასანქციოს ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ეს ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამაც ჩემი აზრით ბევრად უფრო მწვავე პასუხი უნდა გასცეს აი ამ პროცესს, რაც დღეს მიდის, იმიტომ რომ ეს ყველას ეხება.